ეს ციხე, რომელიც თავისი სიმტკიცისა და უსაფრთხოებისთვის კედლის სახელით იყო ცნობილი, 1996 წელს გაბედული გაქცევის მცდელობის მოწმე გახდა. ერთ-ერთმა პატიმარმა გადაწყვიტა, რომ თავისუფლების დრო იყო. კარგად იცოდა, რომ ასეთი საქმე დეტალური დაგეგმვის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა და მარტო ვერ შეძლებდა. ამიტომ მან 6 სხვა პატიმარი მოაგროვა, რათა გუნდში მრავალფეროვანი უნარების მქონე წევრები ჰყოლოდა. ხალხი, რომელიც სხვადასხვა სირთულეებსა და დაბკოლებებს გაუმკლავდებოდა. გაქცევის გეგმის ბოლო ეტაპზე, როდესაც ორი პატიმარი გვირაბს თხრიდა, ციხეში განგაში ატყდა. სხვა პატიმარმა მცველი დაჭრა. ეს ინციდენტი საგანგებო მდგომარეობას ნიშნავდა. მცველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს პატიმრების საკნებში ჩაკეტვა, რაც გაქცეულების შანსებს საფრთხეს უქმნიდა. მთავარი კითხვა ის იყო, თუ როგორ მოახერხებდა ეს ორი პატიმარი, რომ გვირაბიდან შეუმჩნევლად გამოსულიყო ამხელა უსაფრთხოების ზომების პირობებში. მათი გაბედული ნაბიჯები და ჭკვიანური გადაწყვეტილებები მთელი ამ გაქცევის ისტორიის ყველაზე ამაღელვებელი მომენტებია. ეს არის ამბავი, რომელიც ასახავს პატიმრების გონიერებასა და სწრაფ აზროვნებას, როდესაც ისინი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამიტომ მოდით ჩაუღრმავდეთ ამ ისტორიას და დეტალურად გავიგოთ, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ეს ციხე, რომელიც ოფიციალურად დასავლეთ პენიტენციურად არის ცნობილი, მდებარეობს პიტსბურგში, პენსილვანიის შტატში და ერთ-ერთ ყველაზე უძველეს ციხედ ითვლება როგორც ამერიკაში, ისე მთელს მსოფლიოში. ის 1882 წელს აშენდა და 2005 წელს დაიხურა, რაც ციხის ფუნქციონირების 123 წლიან პერიოდს აღნიშნავს. როცა ეს ციხე 1882 წელს გაიხსნა, იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და განვითარებულ სასჯელ აღსრულებით დაწესებულებად ითვლებოდა. მისი მთავარი დანიშნულება პატიმრების გამოსწორება იყო, თუმცა საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ეს ადგილი ნამდვილი ჯოჯოხეთი გახდა, ისევე როგორც ბევრი სხვა ამერიკული ციხე იმ პერიოდში. ეს ციხეც თავისი დაუნდობელი უსაფრთხოებით გამოირჩეოდა. სწორედ ამიტომ ეწოდა მას კედელი. 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არც ერთ პატიმარს არ უცდია იქედან გაქცევა. ციხის გარე ნაწილი შუა საუკუნეების ციხესიმაგრეს გავდა. მძლავრი ცემენტის და მყარი ქვის კედლები რკინით იყო გამაგრებული და ფაქტობრივად შეუღწევლად ითვლებოდა. ეს კედლები მიწის ქვეშ 3 მეტრით ჩადიოდა. შიგნით კი უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებდა. თითოეული საკნის ბლოკი შიდა კარიბჭეებით იყო დაცული, ხოლო ციხის პერიმეტრს საგუშაგო კოშკები აკონტროლებდნენ. ამ ციხეში ერთ-ერთი პატიმარი იყო ნუნო პონტუსი. კრიმინალი, რომელიც ჩვეულებრივი დამნაშავე ნამდვილად არ ყოფილა. მას სეიფების გახსნაში დიდი გამოცდილება ჰქონდა და სწორედ ამ უნარის გამო აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. მაღაზიები, ოფისები, საცხოვრებელი სახლები. ნუნო შეეძლო ნებისმიერი სეიფი გაეტეხა, გაეხსნა და მის შიგთავს დაუფლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მდიდრული ცხოვრება ჰქონდა, მას რობინ ჰუდის როლიც მოსწონდა. ნაკურდალს თავისი ოჯახისთვის, მეზობლებისთვის და გაჭირვებულებისთვის აგროვებდა და შემდგომში მათ უნაწილობდა. თუმცა ყველაზე დიდი წილი მაინც მის ხელში რჩებოდა. ნუნო ძვირადღირებულ მანქანებს ყიდულობდა და ძვირადღირებულ რესტორნებში ვახშმობდა და მდიდრული ადგილების ხშირი სტუმარი იყო. ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე აღმოჩნდა ციხეში, ხოლო 1992 წელს მას 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და დასავლეთ პენიტენციურ ციხეში გადაიყვანეს. ნუნო ხედავდა, როგორ უარესდებოდა ციხეში პირობები. დაწესებულება გადავსებული იყო, პატიმრები ჭარბობდნენ, ხოლო ძალადობა უფრო და უფრო ხშირი ხდებოდა. ის არაერთხელ შეესწრო, როგორ ჩხუბობდნენ პატიმრები უმნიშვნელო მიზეზების გამო. ზოგიერთი კი ამ ჩხუბის დროს იღუპებოდა. როდესაც სიტუაცია უკიდურესად დამძიმდა, ნუნომ გადაწყვიტა, რომ ამ ადგილიდან გაქცევა აუცილებელი იყო. მან დიდი დრო გაატარა გაქცევის შესაფერისის შესაძლებლობის მოლოდინში და იცოდა, რომ თანამზრახველები აუცილებლად სჭირდებოდა. და ბოლოს 1996 წელს ეს შანსი მიეცა, როდესაც მის საკანში ახალი პატიმარი გრეგ ქუირინგი გადაიყვანეს. მათ სწრაფად დაამყარეს მეგობრული ურთიერთობა. აღმოჩნდა, რომ საერთო ხასიათი და შეხედულებები ჰქონდათ. ნუნომ გადაწყვიტა, რომ შეიძლებოდა გრეგის ნდობა, ამიტომ ერთ დღეს თავისი გაქცევის გეგმა გაანდო. გრეგი მაშინვე აღფრთოვანდა და შეუთანხმდა, რომ აუცილებლად შეუერთდებოდა. ერთობლივად მათ გაქცევის სხვადასხვა გზებზე დაიწყეს ფიქრი. პირველი იდეა იყო ციხის კედლის აფეთქება ან მისი გარღვევა, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ ასეთი გზა შეუძლებელი იყო, თუნდაც როგორღაც გაეკეთებინათ. მაინც მცველები ამას მაშინვე შეამჩნევდნენ და დაიჭერდნენ. მეორე იდეა იყო სამშენებლო მასალების სატვირთო მანქანით გაქცევა. ციხე მუდმივად რემონტში იყო და სამშენებლო მანქანაც ხშირად მოძრაობდა, თუმცა ადმინისტრაცია კარგად იცავდა ამ პროცესს. სატვირთოების გასვლამდე პატიმრების გადათვლა ხდებოდა, ამიტომ სატვირთოთი გაქცევის ვარიანტიც გამორიცხეს. მესამე იდეა იყო მიწისქვეშა გვირაბის გათხრა. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ციხის ისტორიის განმავლობაში ბევრს უცდია ამ გზით გაქცევა, მაგრამ არც ერთს არ გამოუვიდა. ნუნომ გადაწყვიტა, რომ ეს ვარიანტი მაინც გაერისკა, თუმცა ამჯერად სხვების შეცდომები უნდა გაეთვალისწინებინა. ამისათვის მას უნდა შეეკრიბა ადამიანების სხვადასხვა უნარებით. ადამიანი, რომელსაც გვირაბის გათხრის გამოცდილება ექნებოდა და სწორედ აქ შემოვიდა საქმეში კევინ ბილინგსი.
რომელიც 40 წლიან სასჯელს იხდიდა ქურდობისა და შეიარაღებული თავდასხმისთვის. კევინი ადრე მაღაროში მუშაობდა და ძალიან გამოცდილი იყო ამ 4-ის საქმეში. კევინმა თავადაც იფიქრა ციხიდან გაქცევაზე, მაგრამ არ იცოდა საიდან უნდა დაეწყო და სად უნდა დაემთავრებინა გვირაბი. ნუნო მას დაჰპირდა, რომ ზუსტად განსაზღვრავდა გათხრის ადგილს და მიმართულებას, ხოლო კევინი თავად უხელმძღვანელებდა გვირაბის გათხრას. კევინს დათანხმდა. ამის შემდეგ ნუნომ დაიწყო ციხის შესწავლა, რათა გვირაბის იდეალური საწყისი და გამოსასვლელი წერტილი ეპოვა. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ ციხის გარე საწყობი საუკეთესო ადგილი იყო გვირაბის დასრულებისთვის. ამ საწყობის მახლობლად კი მდებარეობდა ციხის ტექნიკური შენობა, სადაც ნუნო მუშაობდა. ეს იდეალური საწყისი წერტილი იყო, რადგან მცირე მანძილი იქნებოდა გასათხრელი. მაგრამ როგორ უნდა დაეწყოთ თხრა ისე, რომ ვერავის შეემჩნია. ნუნომ დაგეგმა, რომ ჯერ საწყობის კედელი უნდა გაერღვია, ამისათვის კი საბურღი იქნებოდა საჭირო. მან შეგნებულად დააზიანა წყლის მილი იმ შენობის მახლობლად, სადაც გვირაბის გათხრას აპირებდა და ამის შემდეგ ეს პრობლემა მენეჯმენტს შეატყობინა. მან ინჟინერს უთხრა, რომ თავად შეაკეთებდა მილს, რისთვისაც საჭირო ინსტრუმენტები გამოართვა. სინამდვილეში კი ნუნო თავისი გაქცევის გეგმის განხორციელებას იწყებდა. ნუნომ სამუშაო იარაღად ბურღი აიღო, მაგრამ ციხის წესების მიხედვით მუშაობის დროს მას მცველი უნდა ჰყოლოდა გვერდით. რაც ნიშნავდა, რომ ბურღის მსგავსი საშიში იარაღის გამოყენების უფლება მარტოს არ ჰქონდა. ამიტომ ნუნო მცველთან ერთად გავიდა და დაიწყო იმავე მილის შეკეთება, რომელიც თავადვე გააფუჭა. მცველები კი მის უკან იდგნენ და აკვირდებოდნენ. სამუშაო ადგილი არსებითად დერეფანი იყო, რომელსაც ორი კედელი და ჭერი ჰქონდა. მარჯვენა მხარეს იყო კედელი, სადაც დაზიანებული მილი მდებარეობდა, ხოლო მარცხენა მხარეს კედელი, რომლის გარღვევაც ნუნოს სურდა. სწორედ იქ მუშაობდა ნუნო, მის უკან კი მცველი იდგა. თუმცა მცველი მას არ ადევნებდა თვალს ყოველ წამს და ყველა დეტალს არ ამოწმევდა. იმ მომენტში, როდესაც მცველი ყურადღებას არ აქცევდა ან სხვა რამეზე იყო კონცენტრირებული, ნუნო სწრაფად გადადიოდა მეორე კედელთან და მასზე მუშაობას იწყებდა. ბურღით ხვრედდა მას. მცველი ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდა, ფიქრობდა, რომ ნუნო თავის საქმეს აკეთებდა. ამიტომ ზედმეტად არ ინტერესდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ბურღი საკმარისად ძლიერი არ იყო, რომ კედელი ეფექტურად გაეხვრიტა. პროგრესი იყო, მაგრამ ამას ზედმეტად დიდი დრო სჭირდებოდა. მცველი აუცილებლად მიხვდებოდა, რომ რაღაც არასწორად ხდებოდა. კედელი ჩიხი აღმოჩნდა, მისი გარღვევა შეუძლებელი იყო. ახლა ისევ იმ შესასვლელის განხილვა მოუწია, რომელიც აქამდე შეუძლებლად მიაჩნდა. კარი. კარში შესასვლელად გასაღები სჭირდებოდა, მაგრამ როგორ უნდა მოეპოვებინა იგი, როდესაც მხოლოდ მცველს ჰქონდა ის. ამიტომ სამმა პარტნიორმა ისევ მოაწყო შეხვედრა, რათა მოეფიქრებინათ გზა თუ როგორ გაეკეთებინათ გასაღების ასლი. მათ ისეთი მასალა უნდა მოეპოვებინათ, რომელიც გასაღების ანაბეჭდს სრულყოფილად აღბეჭდავდა. მათ სხვადასხვა მასალას ცადეს, რაც გასაღების ფორმა შეინარჩუნებდა. გამოიყენეს საპონი, შვრიის ფაფა და ბოლოს სტიროფომი, მასალა, რომელიც ყუთების შეფუთვაში გამოიყენებოდა. აღმოჩნდა, რომ ის ანაბეჭდს შესანიშნავად ინახავდა. როგორც კი ანაბეჭდი მიიღეს, შესაძლებელი გახდა სახელოსნოს ინსტრუმენტების გამოყენებით სპილენძის ასლის დამზადება. მაგრამ ამ ყველაფრის წინ როგორ უნდა მოეპოვებინათ გასაღების ანაბეჭდი? გეგმა იყო ასეთი. ისინი უნდა დალოდებოდნენ ტექნიკური ოთახის კართან და მცველი შემოსვლისას დაკვირვებოდნენ მას. როდესაც მცველი კარს გააღებდა, გასაღების რგოლზე ზედა გასაღები სწორედ ის იქნებოდა, რომელიც მათ სჭირდებოდათ. ახლა უკვე იცოდნენ, რომელი გასაღები უნდა მოეპოვებინათ, მაგრამ ცხადია, მცველისგან გასაღების წართმევა ასე მარტივი არ იქნებოდა. ნუნომ ორი პატიმარი მოისყიდა, რომ ერთმანეთთან ჩხუბი დაეწყოთ. როგორც კი პატიმრები ერთმანეთს შეეჯახნენ, მცველმა ჩარევა გადაწყვიტა. ამ დროს ნუნო სწრაფად მიუახლოვდა და წამებში სტიროფომის ნაჭერში გასაღების ფორმის აღბეჭდა მოახერხა. ნუნო არ ელოდა, რომ ეს პროცესი ასე მარტივად და შეუფერხებლად ჩაივლიდა. მან წარმატებით გადაიღო გასაღების ანაბეჭდი და დაუბრკოლებლად მოშორდა მცველს. რამდენიმე დღის შემდეგ მათ ამ ანაბეჭდისგან გასაღების ასლი შექმნეს. როდესაც გასაღები მზად იყო, მათ კარზე გამოსცდა გადაწყვიტეს. ეს უნდა მომხდარიყო მათი სამუშაო საათების ან ეზოში გასეირნების დროის ფარგლებში, რომელიც შეზღუდული იყო. მცველები ყველგან იყვნენ მიმოფანტულნი და გასაღების გამოსცდა სარისკო იყო, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ერთ-ერთი სათვალთვალო კოშკი კარს უყურებდა. მიუხედავად იმისა, რომ კოშკი გარკვეულ მანძილზე იყო, თუ მცველი იმ მხარეს გაიხედავდა, შეამჩნევდა მათ. ამას ემატებოდა გარემოს მცველებიც. ნუნო და გრეგი ტექნიკური ოთახის კარს მიუახლოვდნენ. გრეგი მცველებს უთვალთვალებდა, ნუნომ კი გასაღების საკეთში მოათავსა და შეეცადა მისი შემოbrunება. სამწუხაროდ გასაღების საკეთში ჩატყდა. იგი ზედმეტად თხელი და სუსტი აღმოჩნდა. საკეთში შეტრიალებისას მაშინვე გადატყდა. ახლა გასაღების ნამსხვრევი საკეთში იყო გაჭედილი, ხოლო ნუნოს და მის პარტნიორს ვერ გაეგოთ რა უნდა გაეკეთებინათ. მათ ეშინოდათ, რომ მცველები შეამჩნევდნენ ამ ფაქტს, ხოლო თუ გატეხილ გასაღებს საკეთში დატოვებდნენ, მცველი შემოვლის დროს აღმოაჩენდა მას.
ეს შეიძლებოდა ციხის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი გამხდარიყო და მათი მთელი გეგმა ჩაშლილიყო. ამიტომ მათ გასაღების ნამსხვრევის ამოღება სჭირდებოდათ და ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად იყო სახელოსნოს ინსტრუმენტების გამოყენება, რომელიც ახლოს მდებარეობდა. ნუნო სწრაფად გაემართა სახელოსნოსკენ. ეს იყო ადგილი, სადაც იგი მუშაობდა და სადაც მრავალი ინსტრუმენტი ინახებოდა, მაგრამ კარადები და უჯრები ჩაკეტილი იყო, თუმცა ნუნოს უკვე დაგეგმილი ჰქონდა ეს დეტალიც და სახელოსნოს კარებისა და უჯრების გასაღებების ასლები უკვე წინასწარ ჰქონდა გაკეთებული, რაც საშუალებას აძლევდა ნებისმიერ დროს შეეღო კარი და აიღო საჭირო ინსტრუმენტი. ნუნომ პინცეტი აიღო და სწრაფად დაბრუნდა ტექნიკური ოთახის კარისკენ. დაუყოვნებლივ დაიწყო საკეტიდან გატეხილი გასაღების ნაწილების ამოღება. გრეგი კი გარეთ მცველებს უთვალთვალებდა. რამდენიმე მცდელობის შემდეგ ნუნომ გასაღების ნამსხვრევი ამოიღო. მიუხედავად სირთულეებისა, ყველაფერი შეუმჩნევლად მოხდა. ნუნომ პინცეტი უკან დააბრუნა და ორივენი სწრაფად მოშორდნენ იმ ადგილს. პირველი გასაღების გამოცდა ჩავარდა, მაგრამ თავად იდეა მაინც საინტერესო იყო. მათ ისევ ჰქონდათ ანაბეჭდი და მხოლოდ უფრო ძლიერი გასაღების შექმნა სჭირდებოდათ. რამდენიმე დღის შრომის შემდეგ მათ ახალი, გამძლე გასაღები დაამზადეს. ამჯერად, როდესაც გასაღების საკეთში მოათავსეს, კარი გაიღო და ბოლოს დიდი ძალისხმევის შემდეგ მათ სასურველ ოთახში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ. ოთახის შიგნით იყო პატარა მეტალის ჭიშკარი, რომელიც მათ გვირაბის გათხრისთვის განკუთვნილ სივრცეში შეყვანას უზრუნველყოფდა. მაგრამ გათხრების დაწყებამდე ნუნოს კიდევ ერთი ჭკვიანური იდეა დაებადა, რომელიც მცველების ყურადღების გადატანას ემსახურებოდა. ნუნოს გეგმა იყო ციხეში ალკოჰოლის წარმოების დაწყება. როგორ შეძლეს ალკოჰოლის დამზადება ციხის პირობებში უცნაურია, მაგრამ როგორც ჩანს, მათ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის წარმოება მოახერხეს და პატიმრებს შორის გაავრცელეს. ამ გზით მცველების ყურადღება მთლიანად ალკოჰოლის აღმოჩენასა და მის გავრცელების შეჩერებაზე გადაერთო. ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ნამდვილი გეგმის დასაფარად იყო შემუშავებული. გვირაბის გათხრა ტექნიკური ოთახის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ გვირაბი შედარებით მოკლე იყო, მისი გათხრა დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. განსაკუთრებით იმ მიზეზის გამო, რომ საკმარისად ღრმა უნდა ყოფილიყო. ციხის კედლები მიწაში 3 მეტრამდე ჩადიოდა, ამიტომ მათ გვირაბი მინიმუმ 4 მეტრის სიღრმეზე უნდა გაეთხარათ, რათა კედლის ქვეშ გამძვრალიყვნენ. ეს ინფორმაცია მათ ტექნიკური სახელოსნოდან მოიპოვეს. სიღრმის გარდა მათ მნიშვნელოვანი ჰორიზონტალური მანძილის გათხრა სჭირდებოდათ, დაახლოებით 12 მეტრის. გამოთვლების მიხედვით დაახლოებით 15 ტონა მიწის ან ტალახის გატანა იქნებოდა საჭირო გვირაბის დასრულებისთვის. გარდა ფიზიკური შრომისა, ამ პროცესს უამრავი რისკი ახლდა. პირველი მთავარი საფრთხე გვირაბის შესაძლო ჩამონგრევა იყო, რადგან მას გამაგრების საშუალება არ ჰქონდა. ამას ემატებოდა ზემოდან გზაზე მოძრავი სატვირთოები, რომლებიც პირდაპირ გვირაბის თავზე გადიოდნენ, რადგან ციხის სასაწყობე შენობა ქუჩის პირას მდებარეობდა და იქ ხშირად ხდებოდა საქონლის მიწოდება. ამ სატვირთოების მოძრაობამ კიდევ უფრო გაზარდა გვირაბის ჩამონგრევის რისკი. გარდა ამისა, რაც უფრო ღრმად და შორს თხრიდნენ, მით უფრო ნაკლები ჟანგბადი იყო გვირაბში, რაც სუნთქვას ართულობდა. მათ არ ჰქონდათ ვენტილაციის სისტემა და მისი შექმნის შესაძლებლობაც არ იყო. მიუხედავად ამ სირთულეებისა, მუშაობა ნელა, მაგრამ სტაბილურად გრძელდებოდა. ნუნომ და კევინმა განიხილეს ჯგუფში მეტი ადამიანის დამატების შესაძლებლობა, რათა სამუშაოს განაწილება და გათხრის პროცესის დაჩქარება შეძლებოდათ. თუმცა სანამ ახალ წევრებზე იფიქრებდნენ, ერთ-ერთმა პატიმარმა მათზე ეჭვი აიღო. იგი აკვირდებოდა ნუნოსა და კევინს და შეამჩნია, რომ ისინი ყოველდღე შედიოდნენ და გამოდიოდნენ ჩაკეტილი ტექნიკური ოთახიდან. ეს პატიმარი კარმენ კელერი იყო და სურდა, რომ მათი გეგმის ნაწილი გამხდარიყო. კარმენი სამუდამო სასჯელს იხდიდა მეორეხარისხოვანი მკვლელობისთვის, დანაშაულისთვის, რომელიც შესაძლოა შემთხვევით მომხდარიყო, მაგალითად, უპასუხისმგებლო მართვის შედეგად ან ალკოჰოლური თრობის ან ბრაზის მომენტში. როდესაც მან ნუნოსა და კევინს თავისი ეჭვები გაუმხილა, მათ თავი იძულებლად იგრძნეს, რომ ის ჯგუფში მიეღოთ. ნუნო თავდაპირველად წინააღმდეგი იყო, მაგრამ მისთვის ნათელი გახდა, რომ კარმენმა მათი გეგმა შეამჩნია და შეეძლო მათი გაშიფრვა. ასე დაემატა კარმენი ჯგუფს, რომელიც ახლა 3 წევრისგან შედგებოდა: ნუნო, კევინი და კარმენი. მიუხედავად იმისა, რომ კარმენი ფაქტობრივად ძალით შეუერთდა მათ, ეს გარკვეულ სარგებელსაც მოიცავდა. გარდა იმისა, რომ ის გათხრაში დაეხმარებოდა, კარმენი ციხის განათლებისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტში მუშაობდა, რაც მას გარკვეულ პრივილეგიებს აძლევდა, რომ გაქცევისთვის შეეწყო ხელი. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის იყო, რომ კარმენ შეეძლო ციხის უმეტეს ნაწილში თავისუფლად გადაადგილებულიყო ეჭვის გარეშე, რაც მეტ დროს აძლევდა გათხრაზე სამუშაოდ, ასე რომ მისი სამუშაოს ნაწილი პატიმრებისთვის ციხის სხვადასხვა ზონებში გადაადგილების ნებართვის გაცემას მოიცავდა. ამიტომ კარმენის შეერთება უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალოდ კიდევ ერთი მუშახელის დამატებას. ამ დროს ნუნომ დაიწყო ფიქრი გაქცევის შემდგომ გეგმაზე. მან გააცნობიერა, რომ გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ მათ ავტომობილი დასჭირდებოდათ, რათა ციხის ტერიტორიიდან სწრაფად გასულიყვნენ. სამწუხაროდ
არც ერთ მათგანს და არც მათ თანამოაზრეებს ციხის გარეთ არ ყავდათ ნაცნობი, ვინც მათ გაქცევაში დაეხმარებოდა. ამიტომ ნუნომ გადაწყვიტა ჯგუფში მეოთხე წევრი მიეღო, ადამიანი, რომელსაც ციხის გარეთ კავშირები ექნებოდა და შესაძლოა გაქცევისთვის საჭირო ტრანსპორტი მოეყვანა. ასე დაემატა ჯგუფს ჯორჯ კენარდი, ხანდაზმული მამაკაცი, რომელიც მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობას იხდიდა და პიტსბურგიდან იყო, იმავე ქალაქიდან, სადაც ციხე მდებარეობდა. მას სავარაუდოდ შეეძლო ვინმეს მოძიება, ვინც მათთვის გაქცევის მანქანას მოიყვანდა. ჯორჯი ჯგუფს მხოლოდ ამ მიზნით შეუერთდა. მას გათხრებში მონაწილეობის ვალდებულობა არ ჰქონდა მისი ასაკის გამო. ამიტომ გვირაბის გათხრის სამუშაო კვლავ სამ ადამიანზე, ნუნოზე, კევინსა და კარმენზე დარჩა. მათ სამუშაოდ ცვლები გააძლიერეს, რათა გათხრა მალე დასრულებულიყო. ნუნო და კარმენი დილის ცვლაში ხრიდნენ, რადგან მათი სამუშაო ამის საშუალებას იძლეოდა, ხოლო კევინს გათხრა მხოლოდ შუადღეს და საღამოს შეეძლო, როდესაც პატიმრები ეზოში გასასეირნებლად გადიოდნენ. ერთი თვის შემდეგ მათ მოახერხეს გვირაბის 4 მეტრის სიღრმეზე გათხრა და ჰორიზონტალურად 9 მეტრის გავლა, რაც გეგმის მიხედვით ციხის კედლის ქვემოთ მოახვედრებდათ. ისინი უკვე მიზანთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა მათი გამომჟღავნება და სწორედ ეს მოხდა. 1996 წლის დეკემბრის ერთ დღეს ნუნო, კევინი და კარმენი ტექნიკურ ოთახში შევიდნენ. კევინი და კარმენი გვირაბის გათხრას განაგრძობდნენ, ნუნომ კი კარი დახურა და სასადილოში წავიდა საჭმელად. უცებ სანამ ნუნო ჭამდა, ციხეში განგაშის სიგნალები ჩაირთო და მცველებმა ყველა პატიმარს უბრძანეს დაუყოვნებლივ თავიანთ საკნებში დაბრუნებულიყვნენ. მიზეზი ის იყო, რომ ერთ-ერთმა პატიმარმა 2 მცველი დაჭრა. ასეთი შემთხვევები ციხის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას იწვევდა, რაც ყველა პატიმრის გადათვლას და საკნებში ჩაკეტვას მოითხოვდა. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ კევინი და კარმენი ჩაკეტილობი იყვნენ ტექნიკურ ოთახში და გათხრას აგრძელებდნენ. მაშინ, როდესაც ნუნო და დანარჩენი პატიმრები საკნებში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ნუნო სწრაფად უნდა მოეფიქრებინა, როგორ გამოეყვანა ისინი, რადგან თუ ამას ვერ მოახერხებდა, მათი გეგმა ჩაიშლებოდა და ყველა უფრო მკაცრ სასჯელს მიიღებდა. როდესაც მცველები პატიმრებს საკნებში აბრუნებდნენ, ნუნომ 2 პატიმარს ჩხუბი დააწყებინა. დაჰპირდა, რომ სანაცვლოდ რამის გადაუხდიდა. მცველები ჩხუბის გასაშველებლად დაიწრნენ. ამ დროს კი ნუნო ტექნიკური ოთახისკენ გაიქცა. მას სწრაფად გააღო კარი, სადაც კევინი და კარმენი უკვე გვირაბიდან ამოსვლას აპირებდნენ, რადგან განგაშის სიგნალი გაიგეს. მათ სწრაფად დატოვეს ოთახი და თითოეულმა თავის საკანში შესვლა შეძლო ისე, რომ მცველებს ეჭვი არ აუღიათ. ახლა ისინი კიდევ უფრო მოტივირებულნი იყვნენ. გვირაბის გათხრა რაც შეიძლება მალე უნდა დაესრულებინათ, მათი გეგმა თანათან რეალობად რომ ქცეულიყო. ცოტა ხანში კიდევ რამდენიმე ადამიანი შეუერთდა ჯგუფს, მათ შორის კიდევ ერთი მოხუცი, რომელიც უბრალოდ შეეცოდათ. ჯამში 6 კაცი შეგროვდა. ისინი გზად დიდ პრობლემას წააწყდნენ. ეს იყო უზარმაზარი ბეტონი, რომელიც წესით იმ სიღრმეზე არ უნდა ყოფილიყო. ნუნო სახელოსნოში შევიდა და იქიდან დიდი ბურღი და ჰიდრავლიკური ამწე გამოიტანა, რომელიც მანქანების სასაწევად გამოიყენებოდა. ასევე სხვა საჭირო იარაღები წაიღო გვირაბში. მათ ბურღით რამდენიმე ხვრელი გააკეთეს ბეტონის იატაკზე და სხვადასხვა წერტილში, რათა ის შეესუსტებინათ, თუმცა ბურღი საკმარისი არ აღმოჩნდა ბეტონის მთლიანად გასატეხად, ამიტომ ამ დროს ჰიდრავლიკური ამწე გამოადგათ. მათ მისთვის სპეციალური ადგილი გათხარეს და ამაგრეს ბეტონის იატაკზე და ძლიერად მიაწვნენ, რის შედეგადაც ბეტონმა ზეწოლას ვერ გაუძლო და დაიფშნა. გვირაბში ხვრელი გაჩნდა. თუმცა რკინის არმატურა ისევ თავის ადგილზე იყო და მის გადასაჭრელად მათ სახელოსნოდან სპეციალური ელექტროხერხი უნდა მოეტანათ, რომელიც მეტალის ჭრისთვის იყო განკუთვნილი. როგორც კი მათ ეს არმატურები გადაჭრეს, გვირაბის გასასვლელი მთლიანად გაიხსნა და ისინი საწყობის მექანიკურ სამუშაოების ოთახში აღმოჩნდნენ. ეს ოთახი იშვიათად გამოიყენებოდა და საწყობის ყველაზე შორეულ ნაწილში მდებარეობდა, რაც მას იდეალურ გასასვლელად აქცევდა. რადგან იქ არც თანამშრომლები და არც სხვა პირები ხშირად არ დადიოდნენ. გასასვლელი მზად იყო, მაგრამ მათ მაინც უნდა დაეცადათ გაქცევისთვის მომდევნო დღემდე. ეს იყო რისკიანი, თუმცა აუცილებელი დაგვიანება იმ იმედით, რომ გვირაბს ვერ აღმოაჩენდნენ. გაქცევის საუკეთესო დრო იყო განთიადის შემდეგ, რადგან საღამოს პატიმრების გადათვლისა და საკნების ჩაკეტვის შემდეგ მათ გარეთ გასვლა აღარ შეეძლოთ. კარმენ კელერის პოზიცია ციხის განათლებისა და რეაბილიტაციის განყოფილებაში მათ საშუალებას აძლევდა სპეციალური ნებართვები მიეღოთ, რაც მათ დილის საათებში საკნიდან გასვლის უფლებას მისცემდა. ეს ნებართვები ოფიციალურად განსაზღვრული იყო სხვადასხვა დავალებების ან საგანმანათლებლო შეხვედრების მიზნით, რაც მათი გაქცევის გეგმის განუყოფელი ნაწილი გახდა. იმ ღამით 6-ვე თავის საკანში იყო. სავსე მოლოდინითა და შფოთვით. ნუნომ ვერ შეძლო დაძინება. მომდევნო დილით 1997 წლის 8 იანვარს ისინი დილის 6 საათის შემდეგ შეუდგნენ გეგმას. კარმენმა მათ საკნიდან გამოსვლის ნებართვები დაურიგა. თითქოს ისინი სამუშაო დავალებებზე მიდიოდნენ, მაგრამ მათი რეალური დანიშნულება ტექნიკური ოთახი და გვირაბი იყო. მათ სწრაფად უნდა ემოქმედათ, რადგან დილის 10 საათზე პატიმრების გადათვლისას მათი არარსებობა აუცილებლად გამოაშკარავდებოდა. მათ ყოველი წუთი სჭირდებოდათ, რათა ციხიდან რაც შეიძლება შორს გასულიყვნენ.
ყველა ერთად მივიდა ტექნიკურ ოთახში. კარი დაკეტეს და გადაწყვიტეს, რომ გვირაბში პირველი კევინი შევიდოდა. ხოლო ნუნო ბოლო. ხანდაზმულები და მანქანების ქურდი ენდრიუ გვირაბის შუაში მოათავსეს, რადგან მათთვის ეს გვირაბი პირველი იყო და შესაძლოა დახმარება დაჭირებოდათ. გვირაბში გადაადგილება რთული იყო, განსაკუთრებით ხანდაზმულობისთვის, ხოლო თომასისთვის, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჯგუფში სიბრალულის გამო მიიღეს, გვირაბში გავლა განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. გზაში მათ გარკვეული პრობლემები შეხვდათ, რამაც დროის დაკარგვა გამოიწვია, მაგრამ საბოლოოდ ერთმანეთის დახმარებით ისინი ერთი მეორეს მიყოლებით გამოძრუნდნენ მეორე მხარეს. პირველი რაც გააკეთეს იყო ციხის უნიფორმების გახდა და სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმა. მაშინ ციხეში პატიმრებს პირადი სამოსის შენახვის ნება ჰქონდათ ციხის ტანსაცმელთან ერთად, რაც პატიმრების უფლებების ნაწილად ითვლებოდა და სავარაუდოდ იმ შტატისთვის უნიკალური პრაქტიკა იყო. მეორე მხარეს სამოქალაქო ტანსაცმლით გავიდნენ და დილის 8-ის ნახევარზე უკვე გადაცმულები იყვნენ, რამაც მათ 10 საათამდე პატიმრების გადათვლამდე 2 საათზე მეტი დრო მისცა. რათა საწყობიდან შეუმჩნევლად გასულიყვნენ. ოთახის კარი პირდაპირ ქუჩაზე გადიოდა, მაგრამ მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ გამოსასვლელი კარიბჭის ზემოთ სათვალთვალო კოშკი იყო განთავსებული, საიდანაც მცველი ადვილად შეამჩნევდა მათ. ნუნომ ესეც გაითვალისწინა და ციხიდან მუშების ჩაფხუტები მოიპარა. ყველა მათგანმა ჩაფხუტი დაიხურა და მათი გეგმა იყო ასეთი, რომ თავი საწყობის მუშებად გაესაღებინათ. ამ ეტაპზე ისინი უკვე ტექნიკურად ციხის გარეთ იმყოფებოდნენ, ამიტომ მცველებს არ უნდა ეფიქრათ ის, რომ ისინი ციხის ტერიტორიიდან გამოდიოდნენ. განსაკუთრებით თუ მათი ჩაცმულობა მუშების მსგავსად გამოიყურებოდა. 6-ვე თავდაჯერებულად გავიდა გარეთ. ერთ-ერთი მათგანი მცველსაც კი მიესალმა, რომელმაც საპასუხოდ თავი დაუქნია. მათ პირდაპირ მცველის წინ გაიარეს ისე, რომ ეჭვი არ აუღიათ. როგორც კი უსაფრთხო მანძილზე აღმოჩნდნენ, მათი პირველი ამოცანა იყო მანქანის მოპარვა. ენდრიუმ, რომელიც მანქანების ქურდი იყო, შეძლო მანქანის კარის გაღება და თავისი გამოცდილობით ძრავის ჩართვა. 6-ვე მანქანაში ჩაჯდა და ციხეს სწრაფად გაეცალნენ. პირდაპირ ტეხასისკენ გაემართნენ. ნუნოს ტეხასში კავშირები ჰქონდა და იმედოვნებდა, რომ შეძლობდა ყალბი პირადობის მოწვევების გაკეთებას. დილის 10 საათისთვის, როდესაც ციხეში პატიმრების გადათვლა დაიწყო, მცველებმა აღმოაჩინეს, რომ 6 პატიმარი დაკარგული იყო. მაშინვე განგაში ატეხეს და პოლიციას აცნობეს, რომელიც ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საძიებო ოპერაციას შეუდგა. თუმცა იმ დროისთვის გაქცეულები უკვე 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ გზაში და ციხეს 200 კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი. მომდევნო დღეს გაზეთებმა მათი დიდი გაქცევის ამბავი გაავრცელეს, მათი ფოტოებითა და სახელებით. ნუნოს გეგმის მიხედვით ისინი ჯერ ტეხასში უნდა მისულიყვნენ და შემდეგ მექსიკაში გადასულიყვნენ. ბოლოს კი რომელიმე სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში გახიზნულიყვნენ. მათ წარმატებით მიაღწიეს ტეხასს, რაც მათ თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე წინსვლას ნიშნავდა. მექსიკაში გადასასვლელად მათ ყალბი საბუთები სჭირდებოდათ. ნუნოს ტეხასში ნაცნობები ჰყავდა, რომლებიც ამაში დაეხმარებოდნენ, თუმცა პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვდა. ის დაუკავშირდა თავის ნაცნობებს, რათა ყალბი დოკუმენტების მომზადება დაეწყოთ. ამ დროის განმავლობაში ისინი ტეხასის მიყრუებულ სასტუმროში შეჩერდნენ, რომელიც სტანდარტული გაგებით ძლივ შეიძლებოდა სასტუმროდ მიჩნეულიყო. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ უსაფრთხო თავშესაფარს უზრუნველყოფდა. 14 იანვრისთვის გაქცევიდან 6 დღის შემდეგ პოლიცია კვლავ ეძებდა მათ, მაგრამ მათ კვალს ვერ მიაგნო. იმ დღეს პოლიციამ პირველი მინიშნება მიიღო. თომასი, ხანდაზმული პატიმარი, რომელიც მათთან ერთად იყო, საავადმყოფოში მოხვდა. მისმა ოჯახის წევრმა პოლიციას აცნობა, რომ იგი ტეხასის ერთ-ერთ საავადმყოფოში იწვა. აქედან დაიწყო მათი ნამდვილი პრობლემები, რადგან პოლიციამ ამ ინფორმაციის წყალობით მათ კვალს მიაგნო და მათი დაპატიმრება დაიწყო ეტაპობრივად. საბოლოოდ 20 იანვარს პოლიციამ სასტუმრო ალყაში მოაქცია და 6-ვე გაქცეული დააკავა, რითაც მათი 12 დღიანი თავისუფლება დასრულდა. მიუხედავად მრავალთვიანი დაგეგმისა და მომზადებისა, მათი თავისუფლება ხანმოკლე აღმოჩნდა. წინ კი მათ უფრო მკაცრი სასჯელი ელოდათ. ნუნო 14 წლით მარტო საკანში ჩასვეს. მას დღეში 23 საათი საკანში უწევდა ყოფნა, ხოლო 1 საათი ჰქონდა გასასეირნებლად. ეს იყო დასასრული მათი ამბისა. ფრთხილად დაგეგმილი გაქცევა, ხანმოკლე თავისუფლება და სასტიკი შედეგი. თლიანობაში კი ჩვენი ვიდეო მიუახლოვდა დასასრულს. თუ კი მოგეწონათ ეს საოცარი ისტორია, მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელებში. გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისღილაკი და ეს ვიდეო დაალაიქეთ. დროებით.